Patriarchis sikvebia. ქართული ოცნება დავისრულოთ იმიტომ ქართული ოცნება სამანტყოფოდან გამოსული გევართო რა ერთ თუ არ იცი და მაგას მეკითხები დაანებე ჟურნალისტებმა რა რატომ და ახალი ამბები გვაინტერესებს ყველაფერი ხედავთ ხალხი ასე გვაინტერესებს ცვლილები ძალიან გვაინტერესებს ცდილობ რომ შევიდეთ იმიტომ რომ ამ თავრობიდან ვერაფერს გასულებ ხედავთ და ცვლილება აუცილებლად გვინდა შემოსასვლელი ფორია ხალხი არის ქუჩაში და განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს რომელმაც მიუხედავად იმისა რომ არ უნდა მოსასვლელი იცოდა რომ ეს შემოხდა და დაში მაინც მოგზაურობდა იმისთვის რომ ხარი არ მოხდეს იყო ჩვენთან ერთად გაიზიარა სისტემები რაც ვისაუბრეთ მე არ ვარ მაინც და მაინც მოსული ადამიანი მაგრამ სიძულველი ალბათ ეს სულეშველი ამბია სამის ის მიხედავად და ხალხს რომელიც და არ ვიცი ვისმენელი თუ არა Fully honest, as a dad, I'm going to give you a piece of the world for the appreciation of Handaka. I don't know if you know, I don't know if you're sharing the world, also, it's hard. I am sure it's fully equal to the world. This is what I see that I am able to that God is so you told one to Father. How I am son საზოგადოებრივი აზრის განსხვავებული ადამიანების აზრის მოსწავლეს. ჩემი იდეა შემოწმებას არის. განსხვავებულთა ერთობა, გავინახოთ საქართველოს გარკვეულ განსხვავებულთა ერთობა, განსხვავებულთა შექმნა. გაცილი ხია ჩამთები, თავისუფალი და ადამიანზე ორიენტირებული. თავარი ღირებულება საზოგადოების არის ადამიანი. ადამიანზე მეტი ღირებულება ხმელსაც არ შეიძლება. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დავაბრუნოთ საქართველოში თავარი ღირებულება. ჩვენი საქმეების მიზანი არის ადამიანი. და ხელმა თარგმნა საზოგადოება უნდა თქვას, რომ არ მოხდება ძალაუფლების, ხელისუფლების, საზოგადოებრივი სიკეთეების მისაღებების ადამიანს არ მოხდება მისი მიტაცება, რაც ხდება წლების განმავლობაში. ძველი გამონათქვამით მინდა დავაწყო. თუ ლაბირინთიდან ვეღარ გამოდიხარ, გაიხსენ როგორ მოხდინიქა. ჩვენ ჩვენს უახლოეს ისტორიას, განსაკუთრებით სწორედ ბოლო მონათაც, ლაბირინთში ვქვით და სინათლეში ვეღარ გაგვიწევია, ეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი საერთო განცდა. მაგრამ იმის გახსენება თუ როგორ ამოყავით აქ თავი, რამდენადაც აუცილებელია იმდენად წელია, მაშინ შეძლების აღშენებისთვის ყოველი შრომა დაგაგმირდა. ამ დიდ ნაციონალისტურ და სახელმწიფო გეგმებში, სახელმწიფოებრივ გეგმებში ჩვენ ასასწორებს აკვატიმელებს, როგორც კულტურის ნაყოფმა მესია, სოფლიო მნიშვნელობის პოეტმა ვაჟა-შარონა და ვაჟა-შარონა გამეცნობა. ადგილო ელიან ჩალიანო სამცხე-სამცხე მამაზი მიყვარს ძალიან. რა ხარ სულ და დინჯი
ცვალიან. ყველანაირი მოძრაობის აზრს და მიზანში მოახდინოს ისეთი ძალების მობილიზება მეგობრებიც. მე მომედი იმიტომ რომ მინდა ეს რეალობა ქართული ოცნება მალე რეალობად ვიხილო. სამწუხაროდ არ შეიძლება გვერდი ამოვაროთ იმ სტატისტიკას, რომელსაც იმ პატარა ქვეყნისთვის, ისეთი პატარა ქვეყნის სამწუხაროდ იძულებით დაგებული საპროცესო შეთანხმებების და მილიონობით ჩარიცხილი არის სახელმწიფო ბიუჯეტში. არაფერი არ არის გასაფრენი, რომელსაც თავად ადვოკატებს სამწუხაროდ ვაკავებენ საათობით კუდის შენობაში და გვაიძულებენ გავხდეთ ნაწამები და ნაცემი ადგილის აღიარებითი ჩვენებების მონაწილე. ამ ყველაფრის წინააღმდეგობის გაწევა, ჩემო მეგობრებო, გვიწერს საკუთარი უსაფრთხოების, საკუთარი ოჯახის, შვილების, მეგობრების, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების ხარჯს. როგორც წესი ადამიანები კარგად ერთობიან მოსახლეობაში, რომელიც შეხვედრიან არქივად ჩართული და თულია რაღაც განსაკუთრებული იცოდნენ სხვა პროფესიებში, სხვა სახელმწიფოში მიგრანტები მომხდარებთან დაკავშირებით და ასევე საკითხები, რაც ყველასათვის სასწაულება გავასწავლეთ ცხადია. და სულ ერთია რაღაცა ცხოვრების შემოხარში, ხარ იურისტი, ხარ მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ეკონომისტი, არ არის მნიშვნელობა. სამართლიანობა არის საკითხი, რომელიც ყველასთვის ნათელი და ყველა შეფას არის ცხოვრება სამართლიანი თუ არის ცხოვრება უსამართლო. ცხოვრობ ისე როგორც უნდა ცხოვრობდეთ თუ ვერ ცხოვრობ. თლად ისე თუ კიდევ უფრო უარესია.
თქვენთან ერთად მისამე მათ ტელეგრამიდან და გადამოსავლებთან ადამიანს ვაპროფის შედეგს. მისამე მათ მიწევდურებს და ვებისეს მაგრამ შესაძლებლობს. მისამე მათაც შესაძლებლობს მაგრამ ასევე იქნება როგორც საზოგადოების გამაერთიანებელი ძალა. რათა რეალურად გახდეს საზოგადოების კონტროლი და გავლენა სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესებზე. ძლიერ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებამ და განსაზღვროს პერსპექტივა მომავალ. ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მართვაში და აკონტროლოს არჩევნები ხელისუფლება. მოძრაობა შექმნის რეგიონულ სტრუქტურებს, რომელთა მთავარი დანიშნულება იქნება სამართლიანი საარჩევნო გარემოს კონსოლიდაციისათვის, საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია, რათა დემოკრატიული არჩევნების გზით მოხდეს იმ პოლიტიკური ძალების მოსვლა ხელისუფლებაში, რომლებსაც ხალხი დაუჭერს ხაზს. განადგურებულია ელიტარული კორუფცია. ადამიანების უფლებები პრაქტიკულად იღრმება ყველა სფეროში. სიხეებში პოლიტიკური, უდანაშაულო და მცირე დანაშაულობის მქონე ათასობით პარტიარია გამოწვეული. გამოცდილებენ და ადამიანური მოქმედების პირობებში. ზეწოლა ხორცელება მათ ოჯახებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელისუფლება არჩევნების ემზადება, ან არსებული ვითარებით სამართალ დამცავები ინტერესები. ქვეყანაში არ არსებობს საშუალო უდიდეს, როგორც გარანტიული და პოლიტიკური ქართული თუ არა ქართული, გადახდილია ქვეყნიდან და ხშირად ბონუს შრომაში აკეთებს ფიზიკურ გადარჩენას. ცალკეული სოციალური პროგრამების მიუხედავად, არც ერთი წარმატებული პროექტი არ განხორციელდება ჯანდაცვის სფეროში. მოშლილია განათლების სფერო, ხოლო მეტნაკლებად წარმატებული სასწავლებლებში დაწესებული გადასახადები მრავალი ოჯახისათვის ხელმოუწვდომელია. უყურადღებო და მიტოვებული ჩვენი ქართული კულტურა, ანუ ის რაც ჩვენ უნდა ამაღლოთ. სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი თავშემადგენელი ნაწილი ისა მართლმადიდებელი ეკლესიის დისპენსაციისა და შიდა დაპირისპირების გამარების მცდელობა. რომ არა პატრიარქის სიგრძე, გარკვეული იქნებოდა კონფრონტაცია კონფესიათა და ეროვნული შორის. შენობის მარცხენით არადეკვატური მართვის სტრატეგიის გამო ეს რეფორმების ცნება აშკარად დამახინჯებულია. რეფორმა გაწოდებულმა გაუაზრებელმა მოქმედებებმა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარეკა ინტელექტუალური და შემოქმედების დიდი ნაწილი. რეფორმება, რომელზეც ხელისუფლება გამოდენის საუბრობს, დიდი ხანია ხალხზე ჩატარებული ცინიკური ექსპერიმენტის ხასიათი მიიღო. რეფორმით მართლება მუშაობა, სოციალური სიძულვილი ჩამორჩენა განათლებასა და ჯანდაცვის სფეროებში, ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობაში, სავალალო მდგომარეობა სასამართლო ხელისუფლების სისტემაში. ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ მათი ფსევდორეფორმებით აღშფოთების მიზეზი ქართული საზოგადოების მენტალიტეტია. Shame,
Thank you.